ერთ-ერთი პარტია ვართ, რომელიც თბილისს უყურებს როგორც დიდ და ეკონომიკურად მნიშვნელოვან ქალაქს, რომელიც უნდა იზრდებოდეს და ვითარდებოდეს და ცხოვრება იყოს კომფორტული და არა როგორც სოფელს, იმიტომ რომ მართველი გუნდი ცდილობს და დანარჩენი ოპოზიცია რაღაც დააბრუნოს თბილისი რაღაც წარსულში, მაგალითად სთავაზობს თბილისელებს მე-19 საუკუნის ტრანსპორტს ტრამვაის სახით, იმისათვის რომ მეტრო განავითაროს. ფაქტობრივად მთელი პოლიტიკა მიმართულია იმაზე, რომ მაგალითად მძღოლები შეზღუდონ, გააწვავონ და ძალით გადასვან ჯარიმები თუ პარკინგების არარსებობით თუ საცობებით ავტობუსზე და მერე ცარიელ გზებზე უკვე ალბათ ბიუროკრატებმა თვითონ უნდა იარონ. ჩვენ ამის ნაცვლად თავაზობთ, რომ ქალაქი იყოს ვითარდებოდეს და თან იყოს კომფორტული, რომ იყოს ნორმალური ტრანსპორტი, როგორც არის მაგალითად მეტრო, რომ მანქანით გადაადგილება იყოს კომფორტული და არ იზღუდებოდეს მძღოლი, იმიტომ რომ პარკინგი არ არსებობს. პირიქით პარკინგები უნდა შენდებოდეს, ხიდები უნდა შენდებოდეს, ესტაკადები უნდა შენდებოდეს და არა მარტო თბილისში, ზოგადად რუსთავის და მცხეთაც ეს არის თბილისის ეკონომიკური ზონა ფაქტობრივად, ამიტომ ტრანსპორტი უნდა მიდიოდეს რუსთავამდე მეტროს სახით, მცხეთასთანაც უნდა იყოს კომუნიკაცია, ინფრასტრუქტურული და ამ ყველაფრის მეშვეობით ცხოვრება თბილისში უნდა ხდებოდეს სულ უფრო კომფორტული, მიუხედავად იმისა, რომ თბილისში საბოლოოდ კიდევ უფრო გაიზრდება წლების განმავლობაში. ეს არჩევნები ალბათ უნიკალური შანსი არის, როცა ამორჩეულს შეუძლია მივიდეს არჩევნებზე და ხმა არა ვიღაცის მიმართ სიძულვილის გამო მისცეს, არა ვიღაცის წინააღმდეგ მისცეს, არამედ უბრალოდ მისცეს ხმა უკეთეს ცხოვრებას, უკეთეს ქვეყანას. გასაგებია, რომ 5 ოქტომბერს რადიკალურად არაფერი არ შეიძლება, მაგრამ თითოეული ადამიანი, რომელიც გირჩს გააფერადებს, მას ეყოლება თავის წარმოდგენის საკრებულოში, მისი ცხოვრება გაუმჯობესდება თუნდაც ბიუროკრატიასთან ურთიერთობაში. რაც თავარია, მას ეყოლება წარმომადგენელი, რომელიც მართლა დაინტერესებული იქნება თავისი ქალაქის და რეგიონის პრობლემებზე, იმიტომ რომ ჩვენი კანდიდატები ეს არის ხალხი, რომლებიც ამ რეგიონში ცხოვრობს, უყვარს ეს რეგიონი და მართლა გულით გაინთის იმ პრობლემებს, რომელსაც ხედავს. ამიტომ ერთი მხრივ საკრებულოში იქნება ადამიანი, რომელიც ნამდვილ პრობლემებზე ილაპარაკებს და ილაპარაკებს იმ პრიორიტეტებს, რომელიც მართლა მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის და მეორე მხრივ იქ იქნება ადამიანი, რომელიც მოქალაქეებს დაეხმარებათ იმ პრობლემის გაჭრისას, რომელიც მერიები და ზოგადად ადგილობრივი მთავრობის ბიუროკრატია უქმნის მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში. მათი ცხოვრება ბევრად უკეთესი იქნება, ვიდრე 4 ოქტომბრამდე.